მოგესალმებით, თქვენთან არის გილდარცი. 2025 წლამდე სულ ცოტა დარჩა, ამიტომ გადავწყვეტე გამეკეთებინა ვიდეო, სადაც გეტყვით 5 ანიმეს, რომელიც დაუფასებელი დარჩა 2024 წელს. მაშასე დავიწყოთ! The Witch and the Beast. მართალია ეს არის სრულყოფილი ადაპტაცია, მაგრამ მასში ბნელი ფანტაზიის საოცარი ხიბლი ეგზნობა. თუ გიყვართ ბნელი ატმოსფერო ცოტაოდენი მისტიკის შეხებით, ეს ანიმე თქვენთვისაა. ანიმე კარგად გადმოსცემს საშიში და ატმოსფერული გარემოს ტონს, რაც მის თავდაპირველ მასალას შესანიშნავად ახასიათებს. მოქმედება ვითარდება ჯადოქრების მონადირეების სამყაროში. მთავარი გმირების მახვილგონივრული და მხიარული დიალოგები აუცილებლად მოგხიბლავთ, როდესაც ისინი ამ საშინელ და ამავე დროს ნაცნობ სამყაროში იკვლევენ გზას. მართალია ცოტათი უკეთესად შეიძლებოდა დახვეწა, მაგრამ The Witch and the Beast მაინც მომაჯადოებელი გამოცდილებაა. თუ გიყვართ ბნელი მისტიკა სერიოზული თემებით, აუცილებლად დაამატეთ ეს ანიმე თქვენს სიაში. მეოთხე ადგილზე ვდგავართ სოციალურ მედიის ეპოქაში. ანიმეს სახელად Viral Hit. ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ანიმე აერთიანებს ინფლუენსერების კულტურას და მძლავრ დრამატულ ჩხუბებს. წელს გამოქვეყნებული Viral Hit ერთგვარად აერთიანებს ონლაინ პოპულარობის სწრაფ სამყაროს და მდიდარ ექშენს. წარმოიდგინეთ ჩხუბის კლუბი, მაგრამ YouTube-ის ალგორითმით და ტრენდული ჰეშტეგებით. მთავარი გმირის გზა ნულიდან გმირამდე. კონტენტ შექმნის დაუნდობელ რეალობაში განსაკუთრებით ახლოს იქნება იმათთან, ვისაც ციფრულ ეპოქაში დიდი ოცნებები ჰქონია. აპრილში ეს ანიმე ბევრის ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ ახლა თქვენ გაქვთ შანსი მისი უნიკალური აღქმა აღმოაჩინოთ თანამედროვე დიდებასა და საბრძოლო ხელოვნებაზე. არ გამოტოვოთ! მესამე ადგილზე ვხედავთ ანიმეს უცნაური სახელით Dead Demons Destruction. სცადეთ ეს სამჯერ სწრაფად ვთქვათ. სახელი შეიძლება რთულად წარმოსათქმელი ჩანდეს, მაგრამ ნუ მოგატყუებთ ეს. ეს ანიმე არ ეხება არც სიკვდილს და არც დემონებს. ის ფიქრიან და სიღრმისეულ ხედვას გვთავაზობს სიცოცხლეზე უცხო პლანეტელების შემოსევის შემდეგ სამყაროში. ისტორია ორ თინეიჯერის თვალით გვიყვება, რომლებიც ცხოვრების სიხარულსა და აზრს ეძებენ სასოწარკვეთასა და საზოგადოებრივ დაშლაში. ანიმეს მხიარული ვიზუალი და მძიმე თემები კონტრასტულად ერწყმის ერთმანეთს, რაც შთაბეჭდილებებს ტოვებს. სერიალის თუ ფილმის ადაპტაციის ყურება Dead Demons ნელი და ემოციური თხრობა განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვინც სოციალურ თემებზე დაფიქრებულ ანიმეს ეძებს. ის მძიმე, ემოციური და ლამაზია. საუდებულოც კი არ რომ ნახოს მაყურებლის იმ კატეგორიამ, ვისაც ფიქრი უყვარს. შემდეგ კი მეორე ადგილზე ვხვდებით The Fable. ეს არის ანტიგმირის ამბავი, რომელიც არ იცოდით, რომ გჭირდებოდათ. ისტორია ბრუნავს ლეგენდარული დაქირავებული მკვლელის გარშემო, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრება უნდა გაატაროს, მიატოვოს წარსული ძალადობა, მაგრამ როგორც მოსალოდნელია, პრობლემები ყოველთვის პოულობენ მას. შემდეგ, მძაფრ სიუჟეტიანი მოქმედების, შავი იუმორისა და პერსონაჟებზე დაფუძნებული თხრობის შესანიშნავი ნაზავი. The Fable იდეალურად აერთიანებს დაძაბულ მოქმედებას და უცნაურ იუმორს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის მორალურად ორაზროვანი გმირების მოყვარულთათვის. არ გამოტოვოთ! თუ კითხულობთ მანგებს და მანჰვებს, შემოგვერთით Facebook ჯგუფში, ლინკი აღწერაში იქნება. პირველ ადგილზე ჩვენ სიაში არის Hulk. ანიმე, რომელიც ბრწყინვალედ უთავსებს ერთმანეთს იუმორს, ეპიკურ ბრძოლებს და ემოციურ სიღრმეს. თუ ეძებთ შოუს, რომელიც არღვევს ტრადიციულ ფენტეზის ისტორიების სტერეოტიპებს, Hulk შესაძლოა ის დამალული მარგალიტი იყოს, რომელსაც ასე ელოდით. მოდი ახლა ცოტათი სცენას გავეცნოთ. Hulk-ის სამყარო არის ადგილი, სადაც ადამიანები და დემონები ომს აწარმოებენ. მაგრამ აი სად არის მოულოდნელი დეტალი. ჩვენი მთავარი გმირი, Hulk, ადამიანი გმირია, რომელიც დემონთა მეფის ტიტულისთვის იბრძვის. გეგონება, რომ ეს სასაცილოა რა? მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. Hulk მხოლოდ მოქმედებაზე და დრამაზე არ არის. ეს არის გამოსყიდვის ამბავი და იმედის პოვნა ყველაზე მოულოდნელ ადგილებში. ის ეჭქვეშ აყენებს სიკეთისა და ბოროტების ტრადიციულ დაპირისპირებას. გვიჩვენებს, რომ როგორც ადამიანებს, ისე დემონებს შეუძლიათ როგორც საოცარი სიკეთე, ასევე წარმოუდგენელი სისასტიკე აკეთონ. ეს მორალური
ვიზუალური სირთულე მას ბევრ სხვა ფენტეზის ანიმესგან გამოარჩევს. ასე რომ, თუ ხართ ფენტეზის ჟანრის ფანი, რომელიც აერთიანებს იუმორს, გულს და მძაფრ ბრძოლებს, Helk აუცილებლად უნდა ნახოთ. ნუ მოტყუდებით მისი მარტივი სიუჟეტური აღწერით. ეს ანიმე განსაკუთრებულია, რომელიც თავიდან ბოლომდე მიგაჯაჭვებთ. რომელიმემ თქვენი ყურადღება მიიპყრო? ან არის სხვა დაუფასებელი ანიმე, რომელიც თქვენი აზრით სიაში უნდა მოხდეს? აუცილებლად დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. ასევე ეს ვიდეო იქნება ამ წლის ბოლო ვიდეო არხზე. მოდით ამ ვიდეოში მოგილოცავთ დამდეგ 2025 წელს და გისურვებთ ყოველივე კარგს. და ხო, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, გაზიარება და არხის გამოწერა მეტი ანიმეს აღმოჩენებისა და ანალიზებისთვის. მომავალ შეხვედრამდე შევხვდებით ახალ 2025 წელში. დროებით.